მოგესალმებით. ეს ვიდეო იქნება ახალი კონკურსის შესახებ, რომელიც გამოაცხადა კომუნიკაციების კომისიამ. მოდით პირველ რიგში დავიწყებ ნულიდან, მას შემდეგ რაც ჩავთავთ ბრაუზერს, ნებისმიერ ბრაუზერს და მისამართის URL-ში ჩავწერთ comcom.gs, ანუ comcom.g, დავაჭიროთ Enter-ს და შევიდეთ საიტის მთავარ გვერდზე. ზოგადად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ საიტის სხვადასხვა სტატიებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეული მოქალაქისთვის. ახლა კი განვაგრძობ კონკურსის შესახებ ინფორმაციის მოწვდას ბავშვებო. ნახეთ, ახლა მე ოდნავ ქვემოთ ჩამოვსკროლავ, რომ დავინახო კალენდარი. ნახეთ, კალენდრის მიხედვით ძებნა გამიადვილებს სასურველი სტატიის პოვნას. დავაწყაპოთ, ნახეთ, არის 2025 წელი, აქ შემიძლია წელი ავარჩიო, ვტოვოთ, რა თქმა უნდა, 25 ხელს არ ვკიდებთ, უბრალოდ გაჩვენეთ ახლა. ოქტომბრის ნაცვლად გვჭირდება სექტემბერი და 25-31-ის ნაცვლად უკანა ნაწილში გადავიდეთ, კიდევ ერთხელ გადავინაცვლოთ და აი 15-ში დაიდო ეს სტატია, რადგან ჩვენ თარიღი ვიცით, შეგვიძლია თარიღით მოვძებნოთ და ნახავთ თქვენც, რომ არის ორი სტატია. მოდით გავხსნი. ნახეთ, საათის მიხედვით გამოქვეყნების დრო არის ეს. პირველ სტატიას გავხსნი და წავიკითხავ. ნახეთ, მედია წიგნიერების ოლიმპიადა. კომუნიკაციების კომისია სასკოლო საზოგადოებაში მედია წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით აცხადებს რიგით მეორე მედია წიგნიერების ოლიმპიადას. კონკურსი განკუთვნილია მასწავლებლისა და მოსწავლებისგან შემდგარი გუნდებისათვის ორ კატეგორიას მოიცავს. ნახეთ, პირველი მე-5 კლასი და მე-6-დან მე-12 კლასის ჩათვლით. მონაწილეებმა უნდა იმუშაონ აღნიშნული თემატიკის ირგვლივ, ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები. ანუ ეს არის სათაური ბავშვებო. და ნამუშევრები წარმოადგინონ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ფორმატით. ან ვიდეო 3 წუთამდე, ან კომიქსი, ციფრული პოსტერი 20 გვერდამდე, ან PowerPoint-ში აწყობილი პრეზენტაცია, ესეც 20 სლაიდამდე. შეფასების კრიტერიუმები. შემოქმედებითობა, კრეატიულობა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ორიგინალური აზროვნება იგულისხმება აქ. ინფორმაციულობა, ანუ რამდენად კარგად არის ინფორმაცია დამუშავებული და მოწვდილი, ანუ გაზიარებული და სანდო წყაროების გამოყენება და გამოყენებული წყაროების მითითება. ეს საავტორო უფლებების დაცვისთვის და მათ შორის თქვენი დაცვისთვისაც, ყოველი შემთხვევისთვის. კრიტერიუმების გათვალისწინებით კომპეტენტური ჟიური თითოეულ კატეგორიაში, ანუ პირველიდან მე-6-მდე და მე-6-დან მე-12 კლასებისთვის, ერთ გამარჯვებულ გუნდს გამოავლეს. პრიზები. კომუნიკაციების კომისია ოლიმპიადის გამარჯვებული ორივე გუნდის სკოლას თანამედროვე მედია ლაბორატორიას მოუწყობს, რომელიც მაღალტექნოლოგიური პრიზებით იქნება აღჭურვილი. 10 საუკეთესო ნამუშევარი მედია წიგნიერების ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება და აი ეს არის ის საიტი, რომელიც ნახსენებია. ყველა მონაწილე გუნდს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ნაშრომის გამოგზავნა. გუნდის ხელმძღვანელმა მასწავლებელმა საკონკურსო ნაშრომი უნდა ატვირთოს აღნიშნულ სარეგისტრაციო ბმულზე. ეს ნიშნავს, რომ ჩემ შემთხვევაში ჩემი მოსწავლეების მიერ დამუშავებული ფაილი უნდა გავაგზავნო ამ ბმულით მე. ნაშრომის გამოგზავნის პერიოდი. ნამუშევრები მიიღება 2025 წლის 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით. აქვე გავაკეთებ კომენტარს კიდევ ერთხელ, რომ არ უნდა დაველოდოთ 15 ოქტომბერს და კარგი იქნება თუ ერთი კვირის მანძილზე დღეიდან, დღეს 2 ოქტომბერია, დაამუშავებთ ამ თემას, თუ საჭირო იქნება 2-3 დღეც დავიმატოთ შემდეგ, მეგრე ერთად გავიაროთ ყველაფერი და ბოლოს ავტვირთოთ. და გასულ წელს წარმოდგენილი ნამუშევრები, რა თქმა უნდა, არ მიიღება. ეხლა ჩამოვსკროლოთ ქვემოთ კიდევ. ნახეთ, კითხვების შემთხვევაში ამილზე მოგწერეთო და დამატებითი ინფორმაციისთვისო სხვადასხვა გვერდებს ეწვიეთო.
ქვემოთ არის ხშირად დასმული კითხვები, ანუ ის შეკითხვები, რომელიც შეიძლება თქვენ გაგიჩნდეთ. ამიტომ ამ ვიდეოს აღწერაში იქნება აი ამ სტატიის ლინკიც, რომ ამ კითხვებს თქვენ გაეცნოთ. ახლა დავბრუნდები უკან და გავხსნი მეორე სტატიას. შეხედეთ, როგორ გამოიყურება. ეს არის ზოგადი სტატია, სადაც იგივე შინაარსი არის განთავსებული, უბრალოდ მე გაჩვენეთ ეს სტატიაც და თუ ბოლოს ჩამოყვებით, ნახავთ ლინკს, რომელიც წინა სტატიაზე გადაგამისამართებთ, სადაც არის ის დეტალური ინფორმაცია მოცემული, რომელსაც ჩვენ ახლა ერთად გავეცანით. მადლობა ყურადღებისთვის და დაინტერესებისთვის. გამოიწერეთ არხი, რომ მიიღოთ ოპერატიულად ახალი ვიდეო ინფორმაცია. ცოდნა ძალაა. განათლება საუკეთესო ინვესტიციაა. დროებით.